ჩვენ ხშირად ვეუბნებით საკუთარ თავს, უნდა გააგრძელო. გვჯერა, ჩვენი ბედნიერება სადღაც მომავალშია და ახლა უბრალოდ უნდა მოვითმინოთ. თუმცა მომავალი გაურკვეველია. ერთ დღესაც მოუკვდებით. ხვალინდელი დღისთვის ცხოვრება ჩვენივე შექმნილი ერთგვარი ილუზიაა, რომელიც ხელს გვიშლის დღევანდელი დღით სრულყოფილად ვიცხოვროთ. იშვიათად ვართ აწმყოში, იმ ერთადერთ ადგილას, სადაც ცხოვრება რეალურია. დაფიქრდი, როგორ აღვწერთ ხოლმე საკუთარ დღეს. გავიღვიძე, ყავა დავლიე, სამსახურში წავედი, იმეილებს ვუპასუხე. ეს აღწერა თავად ცხოვრება არ არის. ეს მხოლოდ ზედაპირული მონახაზია იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა. რეალობა მდიდარი, უშუალო და მრავალგანზომილებიანია. თუმცა ენას და ფიქრს ის აბსტრაქციებამდე დაჰყავს. ნამდვილ არსს აცლის. ადამიანების უმრავლესობა სრულიად აბსტრაქციებით ცხოვრობს. ფულით, რიცხვებით, სტატუსით, გეგმებით. ისინი სულ უფრო მეტისკენ მიილტვიან, რადგან სჯერათ, რომ კმაყოფილება სადღაც წინ არის. მაგრამ არანაირი მეტი არ კურნავს შინაგან სიცარიელეს, რადგან ცოტა მეტ დროს თავისთავად არაფერი მოაქვს. კონფუცი ამბობდა, რომ თუ ადამიანი სიცოცხლეს ჭეშმარიტად შეიგრძნობს, თუნდაც ერთი წამით, მას შეუძლია სიმშვიდე მოიპოვოს, თუნდაც არ იცოდეს რა მოხდება შემდეგ, რადგან ნამდვილი ბედნიერება მომავლის ლოდინში არ მოდის. ის მოდის აქ და ახლა სრულად ყოფნაში. ბერძნული სიტყვა ჰამარტია, რომელსაც ხშირად ცოდვად თარგმნიან, სინამდვილეში ნიშნავს მთავარი აზრისგან აცდენას. ცხოვრების მთავარი აზრი სწორედ ეს მომენტია, აქ და ახლა.